მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გადავიღებთ ბლოკ-შურიც როგორც ხედავთ და ჩემი მაგმას ყველა ძალა ავეიქენი გავხადე, იმიტომ რომ Terror Shark-ის ჰანტზე მინდოდა წასვლა. რამდენიმეჯერ უკვე წავედი და Shark Anchor-ის აღება მინდოდა. თავიდან მე მეგონა ხალხო, რომ Shark Anchor-ისთვის დაგჭირდებოდათ Leviathan-ის მოკლა. Leviathan-ი ვინც არის თამაშში ყველაზე ძლიერი ბოსი და მაგის მოკლას მე არ დავაპირებდი და ასევე შემფასეთ სკინი. და ხო და მაგას არ დავაპირებდი მე ხო და მეთქი აუ მაგას ვერასოდეს ავიღებ და ძალიან მომწონს თქო და ამის შემდეგ გადავაწყდი კი არა ნახეთ ჩემი მეგობრის ვიდეო. აი ეს არის მისი არხი. ყველაფრის ტუტორიალი უდევს. იამას აღების, ტუშიტას აღების, CDK როგორ გავაკეთოთ მაგური ხმალით და Shark Anchor-ისიც დადო. კიდე თუ რამე გინდათ დაუწერეთ კომენტარებში და აუცილებლად დადებს, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილია ამ თამაში. და მეც მისგან ავიღე იდეა, ასევე თქვენს დაგეხმარებით თუ არ მიხვდებით და ჩემიდან თუ ვერაფერს ვერ გაიგებთ, მის ვიდეოს გადახედეთ, ასევე გამოიწერეთ მისი არხი და დალაიქეთ ყველა ვიდეოები. მოკლედ აი აქ წინ გემები რო არის, იმის გვერდზე უნდა წამოხვიდეთ აი აქეთ და აი ამაში ან კარიდან შედით, ან ზევიდან ჩახდით, რავი, რა აზრი აქვს რა. რომ მიხვალთ, უნდა დაკრავთოთ აი ეს, ეხლა მოიხეს, აი ეს 2. ამის მერე გაგეხსნებათ კიდევ 1. ჯერ ეს დავკრავთოთ ჩვენ. ამებისთვის თქვენ დაგჭირდებათ გემების ჩაძირვა. აი გემით რო წახვალ და რო გამოგეკიდებიან ხოლმე. Terror Shark-ის მოკლა, პატარა შარკების მოკლა და ეგა. ესეც დავკრავდეთ. და გაგვეხსნება ახლა მაგნეტი. აი ეს. აი ამ მაგნეტისთვის ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი რამე. და აი ამას თუ დავკრავთავთ, შემდეგ რო წავალთ Terror Shark-ის მოსაკლებლად, ზურგზე ეკეთება აი ეს Shark Anchor-ი. და იმედია დავკრავთავ ოდესღაც იმდენი რაღაც უნდა. და ამას რო დავკრავთავ, მერე გადავიღებ ვიდეოს Shark Anchor-ის აღებაზე. იქამდე კიდე წავიდეთ Terror Shark-ზე, პატარა შარკებზე, გემების ჩაძირვა, რავი, რაც გინდა ის გავაკეთოთ. ასევე პატარა ტუტორიალსაც გავაკეთებ, როგორ მოვუკლათ უფრო ადვილად. პირველ რიგში აქ წინიდან არ უნდა მიხვიდეთ რა ხალხო, ვინც არის ხალხო, უნდა მოუვაროთ აი ამ ადგილს და იქიდან არის ზღვაში გასასვლელი, საიდანაც Terror Shark-თან და იმეებთან მიდიხარ და ეს ქვიანი ზღვა. აი აქ მიხვალთ და უნდა იყიდოთ, ვისაც ესეთი ბოუთები არ გაქვთ, Grand Boat-ი იყიდეთ, მაგრამ აი ამის საყიდლად არ გჭირდებათ Game Pass-ი რა. და Gordian-ი ყველას გეკნებათ, აი ეს პირველი, Lauterni 1500 ფრაგმენტად იყიდება მეორე სიში Core-ის უკან. და მაინც თუ ვერ მიხვდით და ტუტორიალი გინდათ დამიწერეთ კომენტარებში. ასევე მაინტერესებს ახლა ეს რას შვება, ეს რაც დავკრავთ ამ წამს. ამიტომ გადავამოწმებ ხალხო რა. მაგარი მაინტერესებს. აი it protects your giant, gets bonus points or setting terror in your foes. Terror Shark-ის მოსაკვლელი აიტემია და მაინტერესებს როგორ გვიკეთია. დაიცადეთ ეს გავაკეთო. იცავთ თქვენ ყბებსო და გეხმარებათ Terror Shark-ის მოსაკვლელად, რაც ძალიან კარგია. იმიტომ რომ გამიჭირდა Terror Shark-ის მოკლა. და ასევე fully awakened მაგმა თუ არ გაქვთ, ანუ ბოლომდე თუ არ არის თქვენი მაგმა awaken-ი და გაგიჭირდებათ Terror Shark-ის მოკლა. იმიტომ რომ ერთხელ წავედი, 3 კაცი ვართ რა და მე პირდაპირ მომკლეს პატარა ფაირანები რო ჩდებიან, პატარა შარკები და ეგენი. მაგათმა მომკლეს. მეთქი ძმა, ეს მაგმა ყველა ამობს რომ მაგარი ფრუტია, რაღაცა. რა ბანძობა ყოფილა თქო და თორმე ხალხო უნდა ბოლომდე awaken გააკეთოთ. მე მქონდა 3 ძალა მარტო awaken. 3 ძალით ვერაფერს ვერ გააკეთებ. უნდა ყველა ძალა awaken გქონდეს და ვისაც დახმარება გჭირდებათ, დამიწერეთ კომენტარებში, ან TikTok-ზე მომწერეთ პირადში და დაგეხმარებით ამის აღებაშიც. ახლა სანამ მივალთ დავასტოპებ ვიდეოს, იმიტომ რომ დიდი ხანი დამჭირდება და რომ მივალ აუცილებლად დაგიბრუნდებით. ასევე Rafsish თუ მოხვდებით, აი ესეთ რაღაცაში, აი ეს დენები გეცემათ რა და მაქსიმალურად ეცადეთ რომ აქეთ იქით იაროთ, იმიტომ რომ ეს დენები თქვენ გემს აზიანებს და Rafsi ძალიან ცუდია რა. თავიდან და ხეუკარ პატარა შარკი როგორ დამდებს, ახლა გადავხვდები და უცებ დავაკრავ ხალხო რა. ასევე განახერთ გარემ. და აი ეს ბოლო ძალა რაც awaken-ი უნდა გახადო, ძალიან ძლიერია. просто ახლა ბოლომდე ვერ გავარტყი და აი მაგის გამო ბევრსაც ვერ დავაკლებდი. მაინც მოკალი. რაც რა ხდება. ახლა დავждეთ ისევ ჩვენ გემზე და გავმართოთ იგი.
რატო არ მიდის? მოიცადე ხო? გავადიდოთ ორი კარგად ვერ დავжდები. დენმა დამარტყებით დაჯდომის დროს. დავჯექით და მეოთხე danger level-ში წესით უკვე გაგოჩნდება terror shark-ი. უბრალოდ ორჯერ მომივიდა terror shark-ი, სანამ ამ ყველაფრის აგროვებას დავიწყებდი და ორივეჯერ ალბათ გამოიცნობდით უკვე მომკლა. და ასევე მაგ დროს ადამიანებთან ერთად ვიყავი, ანუ ხალხთან მეხმარებოდნენ და აი ახლა ცოტა ხნის წინ ახლა დავავეიქენე ბოლომდე მაგმა ხო და მეთქი ახლა ერთი ვცადოთ ამ მაგმას რა შეუძლია და იქამდე პატარა შარკებზე გავტეს და ეს ბოლო ძალა და ძალიან ბევრს აკლებდა ხო და აი ეს დიდი გემი უნდა მოვკლათ ახლა ცოტა წინ წავიწევ ამ გემით რო არ გავიმფუჭონდა ხო და ძალიან ბევრს აკლებდა ეს ბოლო ძალა და მეთქი ეგაძმა ვიპოვე რატოც ვერ უკლავდი და ახლა ყურეთ ჩემი კაი სრულად ხდება რა პედი უნდა მქონდეს ხოთა შორის თავარია ეს დიდი მოკლათ რა ეს გიგდებთ ოქროს რაღაცებს ოქრო რო ეხატა ოქროსავით რაღაც რო ეხატა რა ხალხო ხა ვინც აჰა უსიბისტი რა დროს გამეჩთა კაი რა დამერხა აი ახლა რა ვქნა ჩემ გემს თან ეს ხევენ თან ესენი ხევენ თან სიბისტიც დამაფრინდა იმენა ძმა საიდანღაც მაინც ეს სიბისტი გამომივარდა და რა ვიცი რა მაგარი ბედი რომ აქ მაგის ბრალია ალბათ მაგარი ბედი ამას თუ კაი ბედი იქვია ბაზარი არა აზმა მინა უფ სად ვახტი კაია კარგია ერთ მხრივ თუ ბევრი რამის მოპოვება ერთგვარად გინდათ და აჰა ეს გავანადგურეთ ეს გემი და ამ შემთხვევაში არაფერი დაგვიგდო და ეხლა აი ამ სიბის კიდე უყურე ერთი თია მოხდეს აი ახლა თუ არ დაერხეს იმიტომ რომ აი ეს ძალიან ბევრ დიმეიჯს აკეთებს სიმართლე რო გითხრათ და არ მოგატყუა ხა უმეტესი ძალა გემი ჩამიძირე ხო შენაგლო არსება თუ არა არ ჩაძირულა არა სადღაც წინა დარწმუნებული ვარ რომ წინა ეს და თავარი ძალა ჩემი კაი ეგა მალე მოკვდება დარწმუნებული ვარ რომ მალე მოკვდება ხალხო აი სადღაც კვდება ჩვენი სიბისტი რა ვერ მოკვდივსო ეხლა ჩემი გემისაც წავიდა აზრზე არა ვარ ჩემი კაი აგერ მაგარი გახეულია მე მგონი ხო მაგრამ terror shark-ი თუ დასპაუნდა ხალხო გემი რომც გაგიფუჭდეთ შენი გადი შენაგლო არსება აი ხა თუ არ გავაძრო ამას სიფათი მომკლა ძმა ეს რა იყო აზრზე არა ვარ რა მოხდა მაგრამ რო გამხია ეგ დავინახე ხო და ხალხო ეხლა კიდე ერთხელ ვცდი რომ terror shark-ი დავასპაუნო და იმედია დასპაუნდება რა იმიტომ რომ ხა მაგდენი დროც არა მაქვს რომ აქ ვიჯდე და სულ terror shark ველოდო იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი terror shark-ი მოვკარე და კაუჩი ხა პატარა ბოუთით ხوار წავიდეთ მაგრამ ეგ ძალიან ცოტა გული აქვს და ამიფეთქდება პირდაპირ კაი წავიდეთ აი გარდიანით ერთხელ იმიტომ რომ წინაზე სამით წავედი და ამაზე დამისპაუნდა და მაინც რავი ჩვენი რა მიდის თან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გემი ესაა მე მგონი შეხედეთ ვაიმე უკან უნდა მოვუარო ხალხო მე დამოვიწყდა ეხლა თქვენ გასწავლით და ხო და ხალხო ერთხელაც წავალ და ვინა თუ დასპაუნდა ეგ არის და თუ არა და ეხლა სულ მაინტერესებს რავი ცოტა ხანს შევაშვებია მის იმას ასევე ვისაც face reveal-ი გინათ ეგ დამიწერეთ კომენტარებში იმიტომ რომ მაინტერესებს face reveal-ი გავაკეთო თუ არა თუ არა ვის არ უნდა რავი რატო უნდა გავაკეთო ესეთ ყოველ უბრალოდ რა ხო მიხვდით და ვისაც უნდა კიდე დააკომენტარეთ ასევე რამეში დახმარება თუ დაგჭირდებათ ეგეც დამიწერეთ მაგრამ ჩემთან დაწერა ჯობია იმას დაუწეროთ ვინც ცოტა ხნის წინ ვახსენე მოკლედ დღესთვის იყო გემშვიდობებით ახლა ნახვამდის ხალხო და იმედია ცოტა მაინც დაგხმარეთ თან ეს ადამიანიც გითხარით ვინც დაგეხმარებათ და იმედია გამოგადგებათ ეს ტუტორიალი ასე რომ ვთქვა მაგრამ იმის ტუტორიალებს გადახედათ
კარგად გაიგებთ ყველაფერს. ახლა მე გევშტობებით და იმედია შარქ ანქორით დავუბრუნდები. ნახვამდის.